აი რატო აკეთებს ამას ტრამპი? ზოგადად რას აკეთებს და რატომ აკეთებს? იმიტომ რომ სხვადასხვა შეფასებები კეთდება. ზოგიერთი ამბობს რომ გაგიჟდა ტრამპი, გიჟია და რაღაც გვეხნებს ანუ პუტინისგან იყო მოსალოდნელი ეს და ეხლა ამერიკის პრეზიდენტიც იგივეს აკეთებს, რაღაც ტერიტორიებს იერთებს, სხვადასხვა ქვეყნებში შეიჭრა და ამ შემდეგ რა ლოგიკაა ამაში და შემდეგ საქართველოს ვისაუბროთ. მე მაგალითად ტრამპის გამარჯვება რომ ტრამპის იყო გარდაუვალი, რა ვიცი ამას. წლების წინ საუბრობდით და უამრავი ვიდეო არსებობს, მეც ვიდეოს საკუთარ გვერდზე, 3 წლის წინ ჩვენ როგორც პროგნოზირებთ, რომ ამერიკაში გაიმარჯვებს დონალდ ტრამპი. დონალდ ტრამპი არ არის ერთი პიროვნება, ეს არის კონკრეტული მიმდინარეობა, კონკრეტული სურვილი საზოგადოების კონსერვატიული ნაწილის ამერიკის, რომელიც გამოიწვევს ამ შემდეგ პროცესებს და მართლაც მოხდა. ზუსტად ეხლა რასაც პროგნოზირებდით, ეგ ხდება ერთი ერთში. და ხდება ძალიან მარტივი რაღაცა. საერთოდ ამერიკა რასაც ეხლა აკეთებს, ამერიკას აქამდეც გაუკეთებია ეს. მაგალითად, მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში ამერიკელებს ყავდათ ასეთი პრეზიდენტი გვარად მონრო, რომელმაც თავისი დოქტრინაც ჩამოაყალიბა, თავის პოლიტიკა ჩამოაყალიბა, რომელსაც შემდგომ დაერქვა მონროს დოქტრინა. და ეს რას ნიშნავს ეს მონროს დოქტრინა? მონროს დოქტრინა ნიშნავს ძალიან მარტივ რაღაცას. ამერიკა არ ჩაერევა ევროპის საქმეებში, მაგრამ ნურთს ევროპა ჩაერევა ამერიკის საქმეებში. ამის მიზეზი რა იყო? ამერიკას ჯერ არ ქონდა საკუთარ დასავლეთ ნახევარსფეროში საკუთარი ძალაუფლების და საკუთარი ჰეგემონიის გავრცელების პროცესი დამთავრებული, ჯერ კიდევ რა საზღვრებშიც არის დღეს ამერიკა, იმ საზღვრებშიც არის ხო მონროს დროს, მარტო აღმოსავლეთ ნაწილი იყო ამერიკის, მარტო ატლანტიკის ოკეანის სანაპირო და შიდა ეს შტატებს აკონტროლებდა და იმისთვის რომ მთლიანად კონტინენტი მომხდარიყო კონტროლქვეშ აყვანილი, მათ შორის კალიფორნია, ტეხასი, მექსიკა და მთელი ეს დასავლეთ ნაწილი ამერიკის, ამისთვის ამერიკას სჭირდებოდა სხვა სუპერ ძალების ჩაურევლობა, ანუ მას სჭირდებოდა რომ ის ერთ-ერთში ყოფილიყო, მარტო ყოფილიყო მექსიკასთან, ესპანეთთან, მაშინ ესპანეთის იმპერია ჯერ კიდევ არსებობდა. ესპანეთი აკონტროლებდა მაშინ ფლორიდას, მექსიკის ტერიტორიას, კუბას, ტეხას და ამ შემდეგ. კალიფორნიას მერე გამოაცხადა მექსიკამ დამოუკიდებლად, თუმცა მექსიკასაც წაართვა მერე ტერიტორიები. ანუ ამერიკას იმისთვის რომ თვითონ გაძლიერებულიყო, ჭირდებოდა სხვებისგან იზოლაცია. სწორედ ამას ერქვა მონროს დოქტრინა და გამოიყენა კიდევაც. შეთანხმების ბოლო ომი ესპანეთთან ამერიკას ჰქონდა 1898 წელს თუ არ ვცდები. მაშინ რაღაც უცნაურ გარემოებაში ამერიკული გემი აფეთქებულ იქნა კუბის დედაქალაქში, ჰავანაში, ამერიკელებმა დააბრალეს ეს აფეთქება ესპანელებს. მიუხედავად იმისა, რომ ესპანელები თანახმანი იყვნენ, რომ საერთაშორისო გამოძიებას ჩაეტარებინათ და დაედგინათ რა მიზეზით აფეთქდა ეს ამერიკული გემი და უამრავი ჯარისკაცი დაიღუპა. მედეც გამოიყენეს ძალიან საერთო ვითარებაში, ერაყში, ისა შეჭრის მიზეზად სათამჯენების აფეთქება. ეგ არ ვიცით. მანდაც შეკითხვები ჩნდება რამდენად ეგ არ ვიცით ხა, ეგ ძალიან ბევრად უფრო დიდი კონსპირაცია და დღემდე ბევრ ამერიკელს ჯერა რომ სათამჯენების აფეთქება, ტერორისტული აქტი იქნა გამოყენებული იმისთვის, რომ შემდეგ ახლო აღმოსავლეთში მთელი რიგი კამპანიები ეწარმოებინა ამერიკას. დაახლოებით იგივე პოლიტიკას ატარებს ეხლა როგორც მონროს პოლიტიკა, რასაც მონრო ატარებდა, უბრალოდ გარკვეული ცვლილებებია. თუ მონრო მარტო იყო ჩაკეტილი თავის კონტინენტზე, ტრამპის დოქტრინა, რომელიც გამოქვეყნდა ოფიციალურად, ეს კონცეპტუალურად არსებობს ეს სტრატეგია, დამტკიცებული ეს სტრატეგია, მან არის პირდაპირ შავ თეთრზე ნახსენები. დასავლეთ ნახევარსფერო
ანუ ჩრდილოეთ ამერიკა და სამხრეთ ამერიკა არის უპირობოდ ამერიკის გავლენის ზონა. არც ერთი სხვა სუპერ სახელმწიფო არც სამხედრო, არც პოლიტიკური, არც ეკონომიკური კუთხით არ უნდა იყოს ამ ზონაში, არ უნდა არსებობდეს. რას ნიშნავს? ანუ ამერიკის ჰეგემონია უნდა გატარდეს ამ ზონაში. თუმცა დასავლეთ ნახევარსფეროს გარდა არსებობს კიდევ პლანეტის კონკრეტული ლოკაციები, სხვა ლოკაციები, სადაც ამერიკას ასევე აქვს გარკვეული ინტერესები და პრიორიტეტულია მისთვის. ეს არის ჩინეთის წყლები, ჩინეთის მიმდებარე ტერიტორია, იაპონია, სამხრეთ კორეა და ისრაელი. ნუ ისრაელიც ცოტა აქაც სხვადასხვა ეჭვები არსებობს, ისრაელი რატო გამოცხადდა პრიორიტეტულ ქვეყნად, იმიტომ რომ ისრაელი დავუშვათ ისრაელი რომ სულ რომ დამარცხდეს ამერიკას ამით ამერიკის არაფერი არ შეიცვლება, ხო? მაგრამ ნუ აქ უკვე საუბარი მიდის ისრაელის ლობიზე, ისრაელის მნიშვნელობაზე, რომელსაც ხელოვნურად ბერავენ ამერიკულ საზოგადოებაში და ეს საკითხით შორს აგვიყვანს. ანუ ამერიკას გამოცხადებული აქვს შემდეგი პრიორიტეტები. დასავლეთ ნახევარსფერო არის ცალსახად ამერიკის ეზო და ამერიკის დაუკითხავად აქ ვერავინ ვერ უნდა შემოყოს ხვირი, ხოლო ჩინეთის გარშემო იაპონია, სამხრეთ კორეა, ესეც პრიორიტეტული. ანუ იქაც ამერიკას აქვს გარკვეული ინტერესები. სხვა ტერიტორიები ამერიკის ამჟამინდელი დოქტრინით არის გამოცხადებული მეორე, მესამე, მეათე ხარისხով. და ნატოზე საერთოდ არაფერი არ წერია. პირიქით, ნატოს მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება იმ კონცეფციაში, რომ თუ არ დახარჯავენ ფულს, თვითონ თუ არ უზრუნველყოფენ თავის თავდაცვას, ამერიკას არ შეუძლია სულ დაიცვას ევროპა და შემდეგ. და გრენლანდია ცხადია შედის ამ კონცეფციაში, იმიტომ რომ გრენლანდია ამერიკის დასავლეთ ნახევარსფეროშია. და გრენლანდია რისთვის ჭირდება ტრამპს? მოდი მაგაზეც ვისაუბროთ. იმიტომ რომ გრენლანდიის ანექსიას ტრამპი ხსნის გარკვეული უსაფრთხოების მოტივებით, ხო? მისი თქმით, თუ ამერიკა არ შეიერთებს გრენლანდიას, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩინეთი შეიერთებს ან რუსეთი. რაც ცოტა ზღაპრულია ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე, არ ვიცი ხა 50-100 წელიწადში რა მოხდება, მაგრამ ნუ ამ ვითარებაში არც რუსეთს, არც ჩინეთს, არც სურვილი და არც ტექნიკური შესაძლებლობა არ აქვს, რომ გრენლანდიის ოკუპაცია მოახდინონ ან ანექსია. ეგ ერთი და ამიტომ ამერიკას სჭირდება იქ უსაფრთხოების მიზნით საკუთარი ბაზების განლაგება. რაც ცოტა ალოგიკურია, რატო იცი? იმიტომ რომ გრენლანდიის ტერიტორიაზე ისედაც არის ამერიკული ბაზები. დღესაც ამერიკის აი ამ წამს გრენლანდიის ტერიტორიაზე ამერიკული ბაზები დგას და ნებისმიერ ბაზას ჩააყენებინებს დანია. ოღონ არ მიერთოს და თუ უნდა თვითონ ტრამპი ჩასახდეს გრენლანდიაში, დარწმუნებული ვარ, ამაზეც სწავლებ. ჩვენ ნელა მივდივართ დასასრულისკენ, მაგრამ მოდი აი ეს დარჩენილი რამდენიმე წუთი ვისაუბროთ ჩვენთვის რას ნიშნავს ეს პრეცედენტი უკვე არსებული ფორმით. ჩვენთვის აი განსაკუთრებით გრენლანდიის ანექსიის შემთხვევაში, რაც ჩემი აზრით 80-90%-ით უკვე გარდაუვალია. უბრალოდ სხვადასხვა ფორმებით რა ფორმით მოხდება ეს, ამის პროგნოზირება არის რთული. შეიძლება უბრალოდ მუქარი დაითანხმონ დანია და გრენლანდიელები, თუმცა გრენლანდიელები ცალსახად წინააღმდეგი არიან, მაგრამ შეიძლება მუქარი შედეგად მოხდეს დაყოლიება მათი, ან პირდაპირ სამხედრო ანექსიით. ხა იქ წინააღმდეგობას ვერავინ ვერ გაუწევს. მაგრამ თვითონ ანექსია რომ მოხდება სხვადასხვა ფორმით, ეს არის გარდაუვალი. ეს ჩვენთვის არის ერთ-ერთი ყველაზე საშიში პრეცედენტი, რაც შეიძლება მოხდარიყო 1991 წლიდან საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. კოსოვოს აღიარება ამერიკის, რომელიც ხო პრეცედენტი გახდა შემდეგ აფხაზეთისთვის და რუსეთმა ეს ღიად დაადასტურა, ღიად თქვა პუტინმა ეს, მათ შორის კოსოვოს აღიარების. მაშინ კი ამტკიცებდა შეერთებული შტატები, რომ ეს არის განსაკუთრებული პრეცედენტი, თუმცა პუტინმა ეს არ მიიღო და თქვა, რომ არანაირი განსაკუთრებული. ნუ რა მნიშვნელობა აქვს ახლა პუტინმა ეგრე გადაკეთა და გადაწყვიტა ახლა
შენ გააკეთე, მეც გავაკეთე, ანუ მაგ პაიქრობის საკითხია სუპერ სახელმწიფოებს შორის. თუმცა კოსოვოს პრეცედენტი არ ყოფილა ისეთი საშიში, როგორიც საშიში აღმოჩნდება გრენლანდიის ანექსია. იმიტომ რომ გრენლანდიის ანექსია, მოდი დაუკვირდეთ, რაზეა საუბარი. უზარმაზარი 2 მილიონ რაღაცა კვადრატული კილომეტრია გრენლანდია, რესურსებით უმდიდრესი. ნატოს წევრი დანიის სუვერენული ტერიტორია. მისი, ანუ ნატოს ერთი წევრის მიერ მეორე წევრისთვის ტერიტორიის წართმევა და ასე ვულგარულად, ასე პირდაპირ მისი ანექსია, ეს არის როგორი პანდორას ყუთის გახსნა, იცი? ნუ ხვალ რუსეთი, თურქეთი, ჩინეთი თუ სხვა ძლიერი მოთამაშე, რომელიც ანალოგიურად იხემძღვანელებს და ანალოგიური მოტივაციით იტყვის, რომ აი, რავი, მეც მაქვს რაღაც ტერიტორიების, რომელსაც ვთვლი განსაკუთრებით ჩემთვის გავლენის ზონად, საიდანაც რომლის კონტროლი არის ჩემი უსაფრთხოებისთვის და ნაციონალური ინტერესებისთვის უნიშნულოვანესი, მეც იგივეს გავაკეთებ. აი შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ კი, მაგრამ რავი, თურქეთს ეგ დიდი ხნის წინ დარღვეული აქვს, როდესაც ჩილეთ კვიპროსი ეს ოკუპაცია მოახდინა, რუსეთსაც დიდი ხნის წინ ეს გადალახული აქვს, როდესაც საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია მოახდინა, უკრაინის ტერიტორიაზე ომობს. კი ბატონო, ეს არგუმენტია, მაგრამ უყურე თურქეთიც და რუსეთიც აქამდე ფორმალურად მაინც და რაღაცა კუთხით პრაქტიკულად ამის საფასურს იხდიდა. სანქციებს ადებდნენ და იყო შეერთებული შტატების და კოლექტიური დასავლეთის სახით გლობალური ძალა, რომელიც ამას გმობდა. ეხლა თუ თვითონაც იგივეს აკეთებს, უკვე ფორმდება ეს დღის წესრიგი. უყურე გაეროს წესდებით, სხვადასხვა საერთაშორისო შეთანხმებებით, რომლისთვისაც ხელი აქვს მოწერილი რუსეთს მათ შორის, თურქეთს თუ სხვა რომელიღაც სახელმწიფოს, რომელიც ფორმალურად თითქოს და იცავს ამ საერთაშორისო შეთანხმებას, მაგრამ პრაქტიკაში რაღაცას აკეთებს. ეს ერთი მოცემულობა და ყოველთვის უწევს ამ დარღვევის შემთხვევაში მას ახსნა განმარტებები, რომ ეს ამიტომ გავაკეთე, იმიტომ გავაკეთე, ეს ასე არ არის, ეს ისე არ არის და ნებისმიერ საერთაშორისო დისკუსიაში, ნებისმიერ პოლემიკაში ის ყოველთვის წამგებიანია და მაგას მნიშვნელობა აქვს, კაცო. როგორც ადამიანებს შორის ხო მნიშვნელობა აქვს, ვინ არის მართალი. სულ რომ ერთი უფრო ძლიერი იყოს მეორეზე, ხო მნიშვნელობა აქვს თამაშის წესებს რომელი იცავს და რომელი არღვევს. მაგას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. სულ რომ მართალი იჩაგრებოდეს, მნიშვნელობა აქვს მაგ არგუმენტს. მაგრამ თუ ყველა არღვევს და არანაირი წესები არ არსებობს, ეგ სულ სხვა მასშტაბის გამოწვევაა. ეგ იმას ნიშნავს, რომ ფორმალური მიზეზიც აღარ დაჭირდებათ, უკვე დაფიქრებაც აღარ დაჭირდებათ, რაღაცის გაანალიზებაც აღარ დაჭირდებათ. უკვე ეგ ხდება წესი. ეგ ხდება წესი.